შემოდი რუს. თამთა შინაგხარ? თამთა დამეხმარა პროცედურის გაკეთებაში. ეგ უკვე მომწონს. რამე საქმე გაქვს, ხوار შემოვიდე. იცი რა მინდოდა მე თქვა რომ ის ამბავი ალბათ აღარ გამოვა. კაი, თუ რამე დაგჭირდათ ოთახში ვარ. ნახვამდის. რა ამბავი? ხომ მშვიდობა? გეტყვი, ოღონდ არავის არ უთხრა რა. ისად უნდა ვთქვა. რუსა აპირებდა ახალი ფილიალის გახსნას. პარტნიორმა გადააგდო. და შენ საიდან იცი? ჩემთვის აპირებდა მაგ ფილიალის ჩაბარებას. მე ვიფიქრე დედაჩემის დანაზოგით წილში შევალ მეთქი, მაგრამ დედაჩემის ამბები კი იცი. ვახ. ანუ ჩაიშალა ახალი ფილიალის გახსნა? ეგრე გამოდის მარტო რუსა ვერ გაწუდება. არა მარტო რასის. კარგი, იქნებს ახალი შეკვრა და მომაწოდე. სანამ შემდეგი პაციენტი მოვა ბიორევიტალიზაციის პროცედურაში, გავარჯიშოთ. მართლა? ხალხს გოგო ხარ მიცედა. აქტეს ხო, მანდარი ქვემოთ. ნადლობა. 10 ქალაქურიც დაგვიმატეთ რა, ეს არ გვეყოფა და ძმარი თუ შეიძლება. ეხლა მოგეთმოთ. რატო უკვე თავამდე? მინდა რომ გაგვიტანო მაქიდან? კარგი რა კობა რა. ეს ერთი დღე ხო შეიძლება გავერთოთ, დავლიოთ, დრო ვატაროთ, და შენ ფულზე ნუხელავ. ვიცი მე, ვიცი ფულის ყადრი. ბიჭო, ფულზე კი არ ვღელავ. ორი კაცი ვერ მოვერევით ამდენს. რატო ორი? ფანტომასი მოვიდა. ბიჭო, კარებზე რო არ დაგეტოვებინათ წარწერა. კასპერს სახინკლეში ვართ. ან დაგერეკათან მოგეწერათ რა. ვინ გააკეთებდა მაგას შენი აზრით რა. კარგი რა კასპერ, მაგის დროა. მიდი დაჯექი დღეს, მაგრად უნდა ვიქეიფოთ. მე დალევით ვერა. მაგრამ ჭამით შევჭამდა. თან თქვენთან საქმე მაქვს რა. საქმე? კი ბატონო, გამოუშვი. ერთ ჩემ ახლობელს უნდა ჩასაშენებელი კარადები რა. მაგას მე და კობა დედას უტირებ, არა კობ? რა? არა, თან ახლობელია რა და ფულის გამორთმევაც არ გამოდის რა და თან თქვენიც მაგრამ მიტყდება რა. აბა რა. ხადაო, მომისმნე კასპერ. როგორც ისა შენი ახლობელი, ისე შენ ხარ ჩვენი ახლობელი. ხო და ახლობლის ახლობელი რომ ჩვენი ახლობელია, ხო იცით გამოთქმა. ხო იცი? ასე რომ არანაირი პრობლემა არაა ჩემოცმეო. მე შენთან ვარ. გასაგებია? მე ვინ მეკითხება აბა. ჩიგრები ხართ რა. კაი, მოდი მაშინ მეც დავლევ და მანქანას დავტოვებ. ვიცა, როგორც მოვატანინებ. შვენიერო! სამი ლუდიც რა. KP. მოხვედი? სახლში ხარ? არ გავსუვარ დღეს გარეთ. ეგ სულად ხო არა? არა, რაღაც უბრალოდ არ მინდოდა. ეკავსა. მოიცა საერთოდ არ გისერნია ეს? კიდე საღამოებით ერთად ვიაროთ ვისეირნოთ, ხომ ციორსულობის დროს კარგი არის ფეხიციარული. ეს ვინ გითხრა? Google-მა. იცი რამდენი რამე წავიკითხე დღეს? ვიცოდი რომ რამდენიმე ხერხი არსებობს მშობიარობის. ასე კარგად ხარ? რაღაც ფერი არ გადავს, რა ხდება ვერ გავიგე. ტოქსიკოზის ბრალია, სავარაუდოდ. კიდე ექიმი ავიყვანა, თან ეგთან მაიაროს. არა, გიორგი, არ მინდა. კარგად ვარ, გადამივლის. ჩემთავს მეთქან მიხედა, მართლა. აი. მოდი რა ბავშვის ოთახის რემონტი გავაკეთოთ. რა მომისმენე შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. უბრალოდ მითხარი სად, რა და როგორ გავაკეთო. დანარჩენს მე ვიზამ ყველაფერს. გიორგი ძალიან საყვარელი. არ მინდა რემონტი. ცხა თუ ასე ხო არ ვიჯდებით აბა, რაღაცა უნდა გავაკეთოთ. მე გეტყვი. აბა. შენ უნდა გამიგეთო, მე ხა გემრიელი მარწყვა შეიგი. და მარწყვა ვარ გიყვარს. ბორცყვარებია. რასო? ერთი წუთი.
მიდი მახელებ დაიბანე რა მომეჩი. შენ არ დაიბა? კი, მა დედიკოს ნახავ და დავიბანე. კაი. მოხდა რამე? თუ რა სახეებით ხარ, რას მაშინებთ? დღეს დავარეგისტრირეთ დედა გერმანიის კლინიკაში. მე? კაი არ არის? ძალიან ბევრი ადამიანია ჩაწერილი. რა ვიცი, რიგია თუ რა თქვია. მოკლედ 8 თვეში დაგვიბარეს რა. ხალხნო, 8 თვეში წავალ, რა პრობლემაა? გვაქვს ჩვენ სხვა ვარიანტები და იქაც ვწდით. ხო ნუ რაღაცას ვიზამთ ეხა ესე, ხო არ ვიჯდებით. მთავარი დროში არ გაიწელოს. ნუ რაღაცას მოვიფიქრებთ რა ეხა ესე ვერ ვიჯდებით რა. კაი, წავალ ახლა მე ჩემთან კლინიკაში და კითხავ ჩემებს ექიმებს რა შეიძლება გავაკეთოთ. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my love, where have you gone? აბა თქვენი ცით რა. ხო და ვის რა ქვია? აღარ დავიკარგოთ და ხშირად გამომეოროთ ხო. აი, წავედი, აბა ბედნიერია. მიდი. კარგად. ლაშა ხო? რა, ზოგადად კერესას მეძახიან, მაგრამ თქვენთვის ლაშა ვიქნები თუ გინდათ. ხო და მომისმენე ლაშა ხარ თუ კერესა. გისმენთ? მე ანას დედა ვარ. ყველაფერი ვიცი თქვენი ურთიერთობის შესახებ. ხო და ან თავი დაანებე, ან ცუდი რამე მოხდება. იცით რა, ქალბატონო, ჩემსა და ანას შორის ცუდი ნამდვილად არაფერი არ ხდება, მხოლოდ მეგობრები ვართ მეტი არაფერი. ხო და ეს მეგობრობა ცუდ გავლენას ახდენს ანაზე და ბავშვზე, რომელსაც ქმრისგან ელოდება. ამიტომ მეგობრობა, ანა, მისი ტელეფონის ნომერი და საერთოდ ყველაფერი დაივიწყე, რას მას ეხება. მიეცი ნორმალურად ცხოვრების საშუალება. ანა ურსულად არის? გამეორება გჭირდება. ანა ბავშვს ელოდება თავისი ქმრისგან და ძალიან გთხოვ, ნუ მოვევ ცხოვრებას. მოდი რა დავიშალოთ რა. მიხედე ბავშვს და ოჯახს. Oh my love, where have you gone? All I want is your ear.